დღეს საღამოს 10-ის ნახევრისთვის უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის მთავარი წერტილი რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია, აქ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე იკრიბება, როგორც იცით. დღეს საღამოდან მოყოლებული სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ მსვლელობები, დაიძრნენ მარშები და მოქალაქეები ტრადიციულად თავს იყრიან მათი შეკრების მთავარ ადგილას, სწორედ რუსთაველის გამზირზე. კადრში ხედავთ ხალხის რაოდენობას, ხედავთ რომ აქ მოქალაქეები ტრადიციულად მოსულები არიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, საპროტესტო ატრიბუტიკით, ბანერებით, ხედავთ იმასაც, რომ რუსთაველის გამზირი სავსეა და გადაკეტილია. დღეს პრინციპში რამდენიმე საპროტესტო წერტილი და ადგილი შეირჩა, მთავარი ადგილი ისევ იყო, როგორც გითხარით, რუსთაველის გამზირი პარლამენტის უკან დაიწყეს მოქალაქეებმა შეკრება. ერთი მხრივ დღეს მოქალაქეები აპროტესტებდნენ სინდისის პატიმრების, სინდისის 8 პატიმრის განაჩენს, რომელიც თამარ მჭედლიშვილმა რეჟიმის მოსამართლემ გამოაცხადა და ისინი ციხეში გაუშვა და ამასთან მოქალაქეები, რომლებიც ასევე პარლამენტთან შეიკრიბნენ, აპროტესტებდნენ იმ დასკვნას, იმ მოღალატეობრივ დასკვნას, როგორც ამას თავად აქ შეკრებილი მოქალაქეები უწოდებენ, რომელიც დღეს თეატრულიანმა დაწერა და პარლამენტში გამოაცხადა. დღეს ასევე დააკავეს 22 მოქალაქე დაახლოებით 1 ან 2 საათში, სწორედ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები დრო და დრო ცდილობდნენ, რომ რუსთაველის გამზირი ტრადიციულად გადაეკეტა, თუმცა მათ პოლიციელები ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. საზოგადოებამ ნახა კადრები, თუ როგორ ათრიეს აქციის მონაწილეები, ათრიეს ქალები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2 საათში დაახლოებით დააკავეს 22 მოქალაქე, სავარაუდოდ მათ ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, როგორც გითხარით, პოლიცია მოქალაქეებს არ აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი. მოქალაქეების ნაწილი ახლა არის რუსთაველის თეატრთან, იქ არიან მობილიზებულები, ხოლო ამ საპროტესტო აქციის დიდი ნაწილი ტრადიციულად მობილიზებულია სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. გავესაუბრებით აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილიდან არიან სხვადასხვა ლოკაციაზე მობილიზებულები. მარიამ, გამარჯობა, რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდით ქართული ოცნების ოფისთან იყავით მისულები, მოკლედ დატვირთული დღე იყო დღეს. ნახეთ განაჩენები თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოვისმინეთ დასკვნა, ბევრი რამ ჰქონდათ გასაპროტესტებელი, ბევრ რამეზე იხმაურეთ, მოგვიყევით უფრო მეტი, რომ შევაჯამოთ დღევანდელი საპროტესტო დღე. როგორც მოგიხსენებათ, დღეს საკმაოდ დამძიმებული დღე არის, გამომდინარე იქიდან, რომ არალეგიტიმური კომისიის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ კოდიფიცირებულად დაამტკიცა და ხმამაღლა თქვა, რომ საქართველომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, მაშინ როდესაც რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები და სოფლები. ეს არის რა თქმა უნდა იმის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ, რომ ესენი არიან რუსული და რუსების მარიონეტები, არ ვიცი კიდევ როგორ უნდა გვითხრან და როგორ უნდა დაგვანახონ, როგორ უნდა შეგვახედონ, რომ რუსებს ემსახურებიან. მე მიყვირს იმ ქართველების, ვინც ოდითგან არის იმ ქართულ ზღაპრებზე, იმ ქართულ ისტორიაზე გაზრდილი ქართველები, რომ სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის ინტერესებს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რომელიც დღეს ქართული ოცნების არალეგიტიმურმა წარმომადგენლებმა გაყიდეს. დღეს 22 აქტივისტი, 23 აქტივისტი უკაცრავად ზუსტად ამის გაპროტესტების გამო დააკავეს და დააკავეს როგორ? მედიაში გავრცელდა კადრები, რომ გოგონებს ქართველმა პოლიციელებმა, სამართალდამცავებმა ფეხებით გადაუარეს სახეზე, გადათელეს და ტროტუარზე მყოფი ადამიანები, რომლებიც ოპერასთან, რუსთაველის თეატრთან იყვნენ, ჩატენეს დაკავების მანქანაში. ამ წინააღმდეგობის პირობებში როგორ გესახებათ ბრძოლის გაგრძელება? ბრძოლა ამ წინააღმდეგობის პირობებში უნდა გაგრძელდეს ზუსტად და ცალსახად. ახლა თუ გავჩერდებით, ჩათვალეთ, რომ რუსეთის გუბერნიად ვიქცევით უკვე კოდიფიცირებულად. დავკანონდებით, როგორც რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია. ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული და ქვეყნის წინაშე ვართ ვალდებულები, როგორც ქართველები, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე და ვიბრძოლებთ ბოლომდე და დავამხობთ არალეგიტიმურ რეჟიმს. დიდი მადლობა, მარიამ მეყანწელშვილს უსმენთ, სამოქალაქო აქტივისტ, საპროტესტო აქციის მონაწილე. ჩვენთან ერთად არის ლაშა კაცია, ხვალად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნება თბილისის საქალაქო სასამართლო, სადაც ლაშას ძმის ნიკა კაციას საქმეზეც განაჩენი უნდა გამოცხადდეს. მოლოდინების შესახებ მინდა რა თქმა უნდა კითხო, გვაქვს გიორგი ახობაძის საქმის პრეცედენტი და მოლოდინი როგორია, თუ არის თქვენთვის ის ფაქტორი, აი ეს გამოცდილება შეიძლება თუ არა ერთგვარად იძლეოდეს თქვენთვის ოპტიმიზმის საფუძველს. ჩვენ ვნახეთ იმავე საქმეზე პრაქტიკულად სხვა გათავისუფლებული ადამიანებიც, ხო?
მესმის აბსოლუტურად უბრალოდ ვერანაირ მოლოდინს ვერ ვაკეთებ, რადგან როგორც განთავისუფლებული ადამიანი ვნახეთ, ისე მისჭილი ადამიანი ვნახე და ფიქრობ, რომ ამ წუთამდე ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული რა უნდა გამოაცხადონ და ამ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, რასაც ზემოდან დაავალებს 1-2 ადამიანი, ვისაც სიამოვნებს უბრალოდ ის რაც ხდება, ვისაც სიამოვნებს რომ ადამიანები არაფრის გამიცხრათვე გამოკეტა ციხეში, ის ადამიანები რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, იმას გამოაცხადებს თამარ ჭედგვიშვილი. ასე რომ ჩემთვის დიდად მოცემულობა არ იცვლება. ჩემი ძმა თავისუფლებაში იქნება თუ ხვალ გაამართლებენ, აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის ეს, სანამ ამ ქვეყანას არ გავათავისუფლებთ რუსული რეჟიმისგან. მაშინ ჩავთვლი რომ ყველა ადამიანი იქნება თავისუფალი და რა განაჩენიც არ უნდა დადგეს, სანამ ბოლო პატიმარიც არ დატოვებს ტყვეობას, იქამდე არ გაჩერდება არც ჩემი ოჯახი, არც სხვა რეჟიმის ტყვეების ოჯახი და არც ის ხალხი, ვინც უკვე აგერ 1 წელია ჩვენთან ერთად იბრძვის. დიდი მადლობა, ვიდრე სინდისის უკანასკნელი პატიმარიც არ გათავისუფლდება, ბრძოლა გრძელდება, ამას ამბობს სინდისის პატიმრის ნიკა კაციას ძმა ალაშა კაცია, როგორც მოისმინეთ ხვალ, ასევე ველით ნიკა კაციას საქმეზე გადაწყვეტილებას მე კადრს დაგიტოვებთ, გიჩვენებთ, რომ რუსთაველის გამზირი საღამოს 10 საათისთვის კვლავ არის გადაკეტილი, მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებიდან მსვლელობებით მარშებით დაიძრნენ დღეს, შეიკრიბნენ ტრადიციულად, რა თქმა უნდა, რუსთაველის გამზირზე, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხვალ სამ საქმეზე ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე გამოცხადდება თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენები 11 პირის საქმეზე მოვისმენთ გადაწყვეტილებას, საბას ხვიტარიძის საქმეზეც მოვისმენთ გადაწყვეტილებას და ასევე ნიკა კაციას საქმეზეც.